ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. სამშაბათს და ხუთშაბათს სხვა სამინისტროს. შაბათ-კვირას დაისვენეთ ყველასგან. ჩვენ დაგიბრუნდით სტუმართან ერთად უჩვეულო თანამედროვე მხატვარი თავისი შესრულების ტექნიკით და მინდა გითხრათ, რომ ეს შესრულების ტექნიკა ერთადერთია ყველა ნახატი ავტობიოგრაფიული მხატვრის თითქმის ყველა ნამუშევარი არის, როგორც გითხარით, ავტობიოგრაფიული გარესამყაროს სილამაზის აქმის მწველი შეგრძნები და გაცდების უკიდურესი დაძაბვა თითქოს და ისახება გამჭვირვალე კანქვეშ. ჩვენი სტუმარია ეკა მუხაძე. ეკა, მოგესალმები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს გვეწვია. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ეკა, ჩვენ უკვე დავაანონსეთ დილიდან და ყველა საინტერესო ის არის, რომ რასაკვირველია, შენთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება, მაგრამ სანამ ჩვენ ამ თემაზე გადავალთ, მინდა გავიხსენოთ ბავშვობა, რა ასაკიდან დაიწყე ხატვა. მოდი რა ჯერ მითხარი როგორ ხარ და მე დავილაპარაკო დანარჩენ ყველაფერზე. რომ მოვიდა ეს გოგო დაახლოებით 15 წუთია და აფრქვევს სიხარულს, სიყვარულს, რაღაც საოცარ ბედნიერებას და მე უკვე მივხვდი რომ რაღაცა არაორდინარულ ადამიანთან მაქვს საქმე და მახარებს რომ ამ ქვეყანაში კიდე შემორჩნენ ესეთი ადამიანები. კარგად ვარ დათო, მადლობა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მენელს. და დავიწყებ ნინოს კითხვაზე გავცემ პასუხს. ძალიან პატარაობიდან, ბავშვობიდან დავიწყე, ესე იგი რაც თავი მახსოვს. 2 წლის ასაკიდან და აი რაც თავი მახსოვს, ანუ სულ ხატავ, ამის თქმა მინდა და ძალიან ხელი შემიწყო ამაში დედის სურვილი არის ძალიან დიდი. იმიტომ რომ ყოველთვის ქონდა ძალიან კარგი საღებავები, ძალიან კარგი ფუნჯები. ჩემთვის ეს სადღესასწაულო რაღაცა პროცესი იყო ხატვა. სახლში ცენტრალური ადგილი მქონდა გამოყოფილი ამ საქმიანობისთვის. ძველებური დიდი მაგიდა და რაღაცა სულ იყო ესეთი გარემო, ხო, შემოქმედებითი და თან რომ დავხატავდი რამე ამასაც განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ და ამან შემიქმნა ესეთი დამოკიდებულება ხატვის მიმართ, რომ ჩემთან რაღაც სადღესასწაულო და ძალიან ამაღლებულ განწყობასთან არის დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ესე იგი მშობლის როლი, იმიტომ რომ მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ნიჭის განვითარებას და ეკა, მინდა გადავიდე უკვე მოზარდობის ასაკზე. მე როგორც ვიცი, შენი პირველი პერსონალური გამოფენა შედგა 9 წლის ასაკში და მე მგონი ძალიან დიდი განაცხადია, ხო, 9 წლის ბავშვი პერსონალური გამოფენით ამას ვერ ახერხებენ ზრდასრულები და მინდა ეს პერიოდი გაიხსენო და რასაკვირველია შენს პედაგოგებზეც გვიამბო. გახსოვს ეს პირველი პერსონალური გამოფენა? როგორ არ მახსოვს, ეს იყო დაუვიწყარი იმ ასაკში იმ დროს, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იგი ყველაზე კარგად ეგ მახსოვს. იმიტომ რომ, როგორც თქვით, ხატვა იყო ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც თქვა, როგორ არის, აი ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. და თან ამას რომ ძალიან გულისყურით ეკიდებოდნენ სახლში, ანუ ინახავდნენ სათუთად ჩემ ნამუშევრებს, აგროვებდნენ და იმიტომ მოხერხდა ამ 9 წლის ასაკში აი ამ პერსონალური გამოფენის მოწყობა. მაგრამ ეს იცით როგორ მოხდა? სპეციალურად შემიკერეს რაღაც არაჩვეულებრივი, ყველაზე კაი მკერავი ვინც იყო, არ ვიცი, რაღაც არაჩვეულებრივი კაბა. გამაფრთხილა დედამ, რომ ყოველი მოწვეული სტუმარისთვის უნდა გამომეყო განსაკუთრებული სითბო და ყურადღება, რომ ისინი ჩემთან მოდიან და რომ მე უნდა მივაქციო მათ ყურადღება და მოვეფერო და აი ამ ყველაფერმა დატოვა ჩემში წარუშალი შთაბეჭდილება, რომ იყო ამ ქვეყნად მხატვარი არის რაღაც ძალიან დიდი ბედნიერება. აი რაღაც ძალიან დადებითად შემოვიდა ჩემთან როგორც დღესასწაული და დღემდე ამ დღესასწაულის აი ხელდება, ხო, აი შეგრძნება. მე ვიცი რომ დედის პოეზია იყო შენი მუზა. ხო, ესეთი ამბავი არის შემთხვევით. ანუ ოჯახშიც იყო ხელოვნების რაღაც ხაზი. ეხლა მინდა დედაზეც ვიტყვი მაინც რომ დედა ჩემი იყო ქირურგი, ონკოგინეკოლოგი, ძალიან კარგი ექიმი, ხო. ლალი ფაღავა და შემთხვევით სახლში ესე თამაშისას მე ვიპოვე ძველი ესეთი რაღაც გაცრეცილ ფურცლზე ლექსები დაწერილი. ხო და ბეზი არის ამ ლექსებს, არც მithქვია ისე დედა ჩემისთვის გამოვიდა მისგან უჩუმრად, მაგრამ იმდენად აღფრთოვანდი და ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სწორედ ეს იყო ჩემთვის, ანუ ის გადაიქცა როგორც ხატვის მუზად, ხო. სულ მინდოდა რომ ეს ემოციები, შთაბეჭდილებები, რაც აი თვითონ ჩემიც მეგონა, გავითავისე.
მე რა უთხარი კიდევაც დედაჩემს და ეს რა ლექსები გაკუიო მე დავწერეო ესო რა კარგი ლექსებია ხო მე კიდე სულ დამჭამ მთელი ცხოვრება დღემდე მომყვება რომ სულ მინდა რაღაც მიუძღვა განსაკუთრებული განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პირველი პედაგოგი და მე მინდა შენს პედაგოგებზე ისაუბრო მე ვიცი რომ შენ კოკა იგნატოვის მოსწავლე იყავი გაიხსენე ეს პერიოდი ესე იგი კოკამდე ჩემი ფერწერის მასწავლებელი ფერწერის პედაგოგი იყო არჩეულობრივი მხატვარი თემო მაჭავარიანი და გრაფიკაში იყო მოქანდაკე დავათა სიხარულით და ორივემ ძალიან სათუთად მაზიარა ამ სამყაროს და ძალიან მადლობელი ვარ. და რა შეეხება კოკას? კოკა იყო მამაჩემის მეგობარი ბავშვობის და ნუ კოკას წვრილი განუმეორებელია. მან რაღაც ძალიან თბილად, რა ვიცი, ძალიან არაჩვეულებრივად, არ ვიცი, აი რაღაც მაზიარა ამ მონუმენტურზე ვაბარებდი და აი მონუმენტალიზმის არს ეს რაც ძალიან ერთი-ორი სიტყვით ახლა როგორც ძალიან დიდმა შემოქმედა, ერთი-ორი სიტყვით შეძლო იმხელა ინფორმაციის აი გადმოცემა ჩემთვის რომ გამეგო ძალიან დიდი სხვაობაა მონუმენტური და დაზგური. შეიძლება მინიატურული იყოს ნამუშევარი და იყოს მონუმენტური, ანუ რას ნიშნავს იყოს ნამუშევარი მონუმენტური და დაზგური კი რაც არ უნდა დიდი ზომის იყოს, თავარია, ანუ აი ეს ამიხსნა ძალიან კარგად. რასაკურლა პედაგოგსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეგ ამ ნაშემილი არ აღნიშნო რომ შენი შემოქმედების ავიზიტო ბარათია დავდივარ ღელავ წინს მიხარია. და საყვარელი მხატვარი როგორც შენ გვითხარი არის მატისი და თან ისიც აღნიშნე რომ მატისი ადვილად ხატავს და იმიტომ გიყვარს და მაინტერესებს აი რატო მაინდა-მაინც მატისი და რას ნიშნავს ეს ადვილად ხატავს იმიტომ რომ დამეთანხმები იმაში რომ მხატვრის შრომა ძალიან დიდია ეს არ არის ადვილი ადვილად ხატავს, ანუ აი გულისხმობ რომ შეხედავ და იტყვი რომ უი რა ადვილი ამას ხომ მეც დავხატავ. ან ძალიან დიდი შრომა ჩადებული, მაგრამ ადვილად მიაწოდებ გასაგებია. კი არის რომ ანუ რაღაც ხელმისაწვდომის მობის მომენტსაც უნდა შეიცავდეს, რაღაცას რომ შეხედავ და ძალიან რაღაც ძალიან აწვალებია, ან ისა უფრო აღფრთოვანებას, ჩემ აღფრთოვანებას უფრო იწვევს ისეთი რამეები, რაც თითქოს და ძალიან კარგია და თითქოს ადვილია. თვითონ მატის აქ დაწერილი რომ ვერანაირ წარმოიდგენს თითოეულ ყავილშიო რამდენი ტკივილიაო თითოეულ დაიხატოს, მაგრამ მე ამის წარმოჩენა ისე რომ ეს არის ადვილი, ლამაზი, საყვარელი და ანუ გასაგები ეკა შენ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევ რასაკურლა ნაციონალურ შტრიხებს ხო ეხლა თუ ავიღებთ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ შენ შირმებს ხო ნუ აი აქცენტირებული არის ქართული ამბანი ქართული ასოების სილამაზე მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ შენი პირველი გამოფენა თუ არ ვწდები შენ გახსენი ქართული სამოსით ხო ქართული კაბაგეჭა მუზეუმიდან ქონდა გამოტანილი ლატავრა ფოჩიანის რაღაც უძვირფასესი ულამაზესი კაბა და ნუ ეს ჩემი შეგრძნება რაღაცა ეს გამოფენები მაქვს მე რაღაცა არაჩვეულებრივ შეგრძნებებთან დაკავშირებული ალბათ ესეც რაღაც გადამღერება იყო ჩემი პირველი გამოფენის რომელიც რაწრის ასე რაღაცა ჩაცმულობა უნდა მქონოდა განსაკუთრებული და ხო პერიოდი როცა შენ ლიკანში ცხოვრობდი იმისთვის რომ გეხატა კი ფერწერაზე რომ მემუშავე კი და დავდიოდი ამ ეწოდნიკით და სხვადასხვა ადგილიდან მე ერთ ნახატში სხვადასხვა სიუჟეტებს ვათავსებდი და მაშინ რას მივხვდი იცით რომ ხალხს თითქოს სჭირდება ეს მხატვარი აი იქ აი ეწოდნიკით რომ დავდიოდი პერსონალი დამლაგებლები დამსვენებლები დამსდებდნენ კუჩი ანუ რომ აი მხატვარი იყო ხა რეალურად რომ უყურებდნენ ანუ როგორ იქნებოდა ნახატები ეკა 9 წლის ასაკში და 9 პერსონალური ეს შემთხვევითია ნავდივარ ბუნებრივია ყველა გამოფენას თავის სათქმელი აქვს შენ ამბობ რომ მნიშვნელოვანია ვთქვათ პირველი იმიტომ რომ გახსოვს და თან ასაკსაც ვითვალისწინებთ ხო რით იყო ეს 9 პერსონალური გამოფენა ვთქვათ განსხვავებული თუნდაც ერთმანეთისგან და დრო თუ კარნახობდა სათქმელს ვთქვათ აი ამ გამოფენას ეს 9 იყო აი სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული რადიკალურად იმიტომ რომ მე აი ამ შემოქმედებით პროცესში ეს მახასიათებს რომ ვეძებ ყოველთვის ახალს და არა მარტო ანუ ტექნოლოგიას მასალას რაზედაც ვასრულებ და ესეც იწვევს ჩემში რაღაც აი იმ შეგრძნებას რომ აუცილებლად სიახლე უნდა გავაკეთო
არასდროს არ ვიმეორებ იმას, რაც ადრე ილეთის სახით ეს სულ გავაბიო რომ ხელოს დიდი მიდრეკილებაა ეგ დროს რომ ხა თუ გააკეთე ნამუშევარი და მოეწონათ ხელოსნობისში გადასვლა არის ძალიან ადვილი. ამიტომ ამას მე სულ აი ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არაფრით არ გავიმეორო არც ერთი ძველი რამე აი რაც თქვათ მოწონებია და გამიკეთებია და ის რომ მასალაც და ტექნოლოგიაც სულ ახალია, უბრალოდ ამის საშუალებაც არ მაქვს ძალიანაც რომ მინდოდეს. და პლუს ის რაც მომძრაობს ახლის ძიება უნდა იყოს ჩემთვის საინტერესო და მე უნდა მომწონდეს თვითონ ძალიან რასაც ვაკეთებ. და რა ისე ვერ მუშაობ. ეკა, როდესაც გამოფენებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, მე ვიცი ის რომ სოფლიო ბანკი დაინტერესდა შენი ნამუშევრებით და 2 გამოფენა მიუძღვნა, ხო? მოგიძღვნა უფრო სწორედ და მინდა ეს პერიოდი გაიხსენო. კი, თვითონ დამიკავშირდნენ ვიცე-პრეზიდენტი მეცი მეგანი და პრეზიდენტი ბატონი ტომ ბლინკორნი ძალიან ესეც რაღაცა იყო არაჩვეულებრივი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში და თვითონ შემომთავაზეს რომ გაგიკეთებთო გამოფენას, რომ მაშინ მეტეხის სასტუმროში გამოფენა იყო რაღაცა ძალიან ესეთი სიახლე და ეს იყო საქართველოში არსებული საელჩოებისთვის ერთი გამოფენა და მეორე იყო აფხაზეთის სამშვიდობო მისიისადმი მიძღვნილი. და ნუ რა ვიცი ამ მეგობრობდით საელჩოები დაინტერესდა, დიპლომატიური კორპუსი იყო ხო წარმოდგენილი და მაშინ ახლა მე ვერ ვაცნობიერდი იმდენად სინამდვილეში როგორც მხატვრისთვის ეს იყო რა ვიცი უდიდესი პატივი, იმიტომ რომ ყველა საელჩოდან დაინტერესდნენ, იყო არნახული შემოთავაზებები თითქმის ყველა იმდან და ეს გამოფენა იყო ძალიან მაღალი დონის. ახლა მე უკვე ვეღარც არც მინახია ეგეთი მაღალი რანგის, ან თავის ადილი, რაღაცა ძალიან მოწეული იმითი როიალზე დაამკვრელი და რაღაც განსაკუთრებული რეკლამაზე გავიდეთ ჩვენ ახლა რომ დავბრუნდებით ვილაპარაკოთ ის განსხვავებული ტექნიკა რა არის, იმიტომ რომ ჩვენ ვილაპარაკეთ რომ ეს ტექნოლოგიები წინ მიდის, ბუნებრივია და ნუ შემოქმედა ადამიანსაც აქვს სურვილი რომ რაღაც განსაკუთრებული იყოს, ხო? მინას მინდა შევეხოთ და მინაზე ხატვას. ოღონდ რეკლამის შემდეგ. კი ბატონო, კარგი. მალე დავბრუნდებით. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. სამშაბათს და ხუთშაბათს სხვა სამინისტროს. შაბათ-კვირას დაისვენეთ ყველასგან. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდით. მე შეგახსენებთ რომ თქვენ რადიო იმედს უსმენთ და დილის სამინისტრო აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს ეკა მუხაძე, რომელმაც ნამდვილად მოასწრო და უკვე შექმნა განწყობა სადღესასწაულო ჩვენ სტუდიაში. ეკა ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტობრივად მთელი 15 წუთი და მივხვდით რომ როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, ბუნებრივია რომ ეს ტრანსფორმაციები, ეს ახალი გამოწვევები, მათ შორის ტექნოლოგიები, დროის სათქმელიც მეტნაკლებად უნდა მიიღო, გაიგო, სხვაგვარად ან ჩამორჩები, ან რაღაცა უკიდურესობაში წახვა. ჩვენ ვილაპარაკეთ რომ რაღაცა ის განსხვავებული ვთქვათ მოლოდინები სულ არსებობდა, მათ შორის საკუთარი თავისგან და მინას მინდა რომ შევეხოთ, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ვფიქრობ რომ ცოტა ორიგინალური ჩვენი ქვეყნისთვის მით უმეტეს. რა ეტაპზე მოვიდა ამ მინაზე ხატვის ვთქვათ ინსპირაცია და რას ნიშნავს ეს ამ საქმის კეთება ვთქვათ, როგორც ტექნიკურად, ისე ვთქვათ შემოქმედებითი თვალსაზრისით. ჩემთვის ეს უკვე სულ ბოლო ეტაპია, აი ახლა რასაც ვაკეთებ ის არის ბოლო გამოწვევა. ეგ დათო ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ჩვენთან მინა ძალიან აუთვისებელია და სულად ამიტომ დამაინტერესა როგორც ესე იგი დახურულმა თემამ, რაღაც მინდოდა ინტერიერში გამომეყენებინა ფერადი ვინა და პრობლემები დავინახე, რომ ძალიან ჩამოტანაშიც კი იყო და მე გადავწყვიტე და დავინტერესდი, მე თვითონ მომეხატა, მე თვითონ გამეკეთებინა და აქ უკვე აღმოვაჩინე რაღაცა სასწაულის საოცრებები, რაც ყველა მასალაზე თავიდან მემართება ხოლმე. რომ ეს მინაზე ხატვისას აღმოვაჩინე რომ ფერადი ჭდილები უჩნდება მე იმას და ეს კიდე ცალკე ახალი ძალიან საინტერესო იყო გამოტანილი ეს ფერადი ჭდილები. ამაზე ეს იყო რაღაც ძალიან აღმოფრთოვანი. არის ძალიან ძნელია, ძალიან დიდი შრომა, იმიტომ რომ მე ჩემი ანუ ეს ტექნოლოგია ხარ რაზედაც როგორც მე მუშაობ, ძალიან ბევრი უკირკიტე რომ აი რა მექნა რაღაც არ მინდოდა რომ ყოფილიყო სტანდარტული და ტრაფარეტული ხა ვიტრაჟები ძალიან მომწონს, მაგრამ მოხატული და თან საინტერესო არ მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაც აი ესეთი რაც ანუ აი თვალს უკვე ნუ ვიცით რომ ლამაზია ხა ფერადი ყვავილი რო ხატია მინაზე არა. აი სპონტანური ნამუშევარი ზედ მე ვაკეთებ ნამდვილად ნახატს, ანუ ზედ მართლა ვმუშაობ როგორც ფერწერაში. და არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ეს არის წებოსავით საღებავი, მაშინვე შრება, ამის
პატარ-პატარა იმათ გახსნა მე არევა და აი ძალიან დიდი შრომა, მაგრამ იმხელა სიხარულია მე ის ასწაული, რასაც ვიღებ და ადრე მაგ გაკეთებული კერძო კოლექციაში დიდი 2 მეტრიანი ესე კედელი სახით არის ინტერიერში, ანუ მე ნამუშევარი მაქვს ამაზე, მაგრამ მე უკვე მინდა და გამეკეთებინა ჭერი. მინის ეხა ჩვენ აქ ჯერ არ გვიტყვია რომ მე ადრე მანამდე ასაწყობი ჭერი მაქვს ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. ხო და ეს მინდა და გულში ვატარებდი ამას რომ აი რაღაცა გამოწევა მქონდა რომ რატომაც არ შეიძლება რომ ის იყოს სარკითი და ხეზე და მინაზე ჭერი მინდა და ის 2 მეტრიანი ჰარში ვიყავი აკრობატივით დაკიდებული ის რომ გამეკეთებინა ის ნერხო მაგრამ ის კედელია და ჭერი მინდა და ეხა ჭერი ქუჩაში აი ეკა გვეთქვეს თვათ იქნება ქუჩაში და ყველასთვის ნუ ეხა გასაგებია ჩამოკიდებული ყავი და აქ რა არ ვიყავი ჩამოკიდებული ის მინის კედელი აქ როგორ უნდა იმუშაო არა ფრაგმენტებად არის როგორც მოზაიკა ანუ ის და მე შემდეგ ჩამონტაჟდება ყველაფერი არის ანუ ჩემი მოგონილი ტექნიკა რომელთაც ვაკეთებ მე იქ როგორ იქნება ანუ აი თვისონის დიზაინიც რაშიც ჩაჯდება და როგორ უნდა იყოს დაცული და ანუ აი ესეთი მაქვს ესე გამოგონილი და ეკა მინაზე ხატვა ეს არის უკვე ეს ეტაპი და ყველაზე დიდი გამოწვევა მაგრამ მანამდე არ შეგვიძლია ხო არ აღნიშნოთ ის რომ შენ ხატავ კერამიკაზე შენ ხატავ ტილოზე თამ სოფლიოშია მიმოფანტული შენი შირმები ამერიკა იაპონია უკრაინა იუგოსლავია არ მინდა რომელიმე ქვეყანა გამომრჩეს შენ ქეთი დოლიძის სპექტაკლი გააფორმე თავისუფალი წყვილი რაც შეეხება შირმებს მე აღნიშნე რომ თამ სოფლიოშია მიმოფანტული რაღაც არაჩვეულებრივი და ძალიან ლამაზია საიდუმლო ტექნიკას ფლობ და ნუ შემიძლია ხო თქვა რომ შენ მუშაობ შირმებზე ნემსის წვერით და მინდა ეხა ეს გვიამბო რას აკეთებ ხო და აი შენ თვითონ თქვი რა ფერთა გამაა სასწაული და მთელი სამყაროა ამ შირმებში კი პირველ რიგში უნდა ვთქვათ ამ შირმებზე რომ ეს ისედაც ატარებს თვითონ ჩემთვის იდუმალებას. ერთი მომენტ რატო ავირჩიე თემა შირმებზე მოხატვა, იმიტომ რომ ეს არის ხის თხელი ხის ფიცრებზე არის ეს შირმის გული. ხო და ეს ნახატები ვეღარ მიძლებდნენ, ანუ რატო გადავედი სხვა რაღაცაზე, იხეოდა და ფუჭდებოდა, ძალიან რომ ჩავაკირკიტდებოდი ახლა ან მუყაოს ან ტილოს ვეღარ ძლებდა ესა და შემოვიდა დღის წესრიგში აუცილებლობის სახით რომ რაღაც მასალა უნდა აგადა მე მომეწონა გამომწონს შირმის მიღმა თუ რაღაცა რომ ჩაიღო შირმის უკან რა ხდება თუ რათა ეს ამ სიმბოლურად და ეს ლექსები რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ დედაჩემის რომელიც არ დაბეჭდა ესენი და მე ძალიან მომწონდა მოვიფიქრე როგორ გამომეტანა სამზეოზე ოღონდ ძალიან სათუთად არა როგორც დაბეჭდილი ტექსტი არამედ იმიტომ ამოვთვიფრე აი ეს რაღაც სპეციალ ოქროსფერ და ვერცხლისფერი საღებავის რაღაც ტექნოლოგია მოვიფიქრე რომელსაც აქ ისეთი ფაქტურა რომ მე ნემსის წვერით ეს შეგიძლია ზედა ამოტვიფრო. ხანდახან 9ჯერ და 10ჯერ გადავდივარ რომ ის სიმაღლე მივიღო რაც მინდა და ზოგ ადგილებში ჩანს რა არის, ზოგან ხელით უნდა იგრძნო. ანუ ჩაჩუქურთმებული და თვითონაც იდუმალია. ანუ თვითონ კარნახობს ის იდუმალება. ჯერ ერთი რომ შირმა, მე რომ ეს ის ნაპოვნი ლექსებია და მე ეს რომ კიდევ ანუ ჩაჩუქურთმებულია ამაში და წინა პლანზე მომყავს ქართული ასოების სილამაზე. აქ რამოდენიმე კურდღელი მყავს ერთად და მე ვიცი რომ ამერიკის საელჩო დაინტერესდა შირმებით. ზუსტად ბოლოს რა არის ამას რომ ვაკეთებდი ვფიქრობდი მე თვითონაც ანუ ეხლაც როგორც ამ მინისტერს რომ ვაკეთებ ეხლა კიდე რა არის ჩემთვის გამოწვევა მე თვითონ მსგავსი არსა და არასოდეს არაფერი ნანახი არ მაქვს და ეს ძალიან საინტერესოა ამ შირმების კეთებაც რომ დავიწყე და არაფერი არ გქონდა ეს ვის უნდა მოუნდეს ანუ არც კი წარმომედგინა რომ ეს შეიძლება ვინმეს მოუნდეს და სადმე წაიღოს დამიგროვდა ბევრი თან მეღიმებოდა ჩემთვის რომ ანუ თან დიდი შრომაა და ამ დროს არ აბსოლუტურად არ ვიცოდი ამის ბედი არანაირად მე მეგობარმა მირჩია რომ ამერიკის საელჩოშიო გააკეთეო გამოფენა უკვე დამიგროვდა აივსო სახლი ამ შიგნით მახსოვს ხო აღარ დავდიოდი და ესა რო გავიტანე ესე იგი იქ ატყდა ერთი ამბავი და რომ დამირეკეს რომ ესეთი ამბავია მამაჩემმა მკითხეთ ეს ხო არ გაშაყირებენ ესეთი ოვაციები იყო ვერც კი ვიჯერებდი და მაშინვე რაც წავიღე ერთმა ადამიანმა შეიძინა ყველა და ერთი цали დარჩა რომელიც მძევლად წაიღო ვიღაც მაღალჩინოს ანმაიქს ანუ დაკვეთა აი მასე წამოვიდა პირველი დაკვეთა ჩემთან დაკვეთა ვერც წარმომედგინა ეხლა რომ რა დაკვეთა ხო მე ვიცი რომ არ გიყვარს შინშინი ნამუშევრების გაყიდვა სიმბოლურად ერქვა ნინო მე რასაც მინდა ანუ ამის კეთება მინდოდა და ფაქტიურად იმას გასაგებია თუმცა შემოსავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ საუბრობთ ეთერს მიღმა რომ ნუ ფული თუ არ გაქვს ფაქტობრივად ხარ განწირული ხო
რა არის თქვათ განსხვავება, როდესაც არის დაკვეთა და შენ გიწევს რაღაცა კონკრეტული დავალების შესრულება და თქვათ იმ მდგომარეობას შორის, როდესაც რაღაცა მუზების ასე ვთქვათ სამეფოში. იცი რა დათო, მე ყველანაირად ვცდილობ რომ განსხვავება არ იყოს. იმიტომ თუ მე ჩემ თავში იმის ძალას ვერ ვხედავ, რომ იმ დამკვეთს გავუკეთო მაქსიმალურად კარგი, თანხას არ აქვს ნიშნა, აი გინდა ამიჯეროთ, გინდა რა. რატო? მე ვერ მუშაობ უბრალოდ. თუ მე თვითონ არ მომწონს, თუ განწყობა არ მაქვს, თუ რაღაც ხასიათზე არ ვარ, ან ცუდად ვარ. ჩემთვის ეს არის დიდი უბედურება, იმიტომ რომ მე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. სანამ არ მოვიყვან ჩემ თავს იმ მდგომარეობაში, რომ მე შევძლო, ანუ უნდა აუცილებლად რაღაც გქონდეს სათქმელი, რაღაცა მინდოდეს მისახარებელი ვინმეზე, რაღაც აღმოჩენა მქონდეს. ყველაზე უფრო მეტად თქვა თუ მოთხოვნა ყოფილა ასეთი რაზე ყოფილა თქვა. აი შირმებზე იყო ძალიან, იმიტომ რომ რაღაც წლების განმავლობაში გამოვლა, აი არ ვიცი ხა როგორ თქვა, ესე რიგივით იყო რა, ერთი თავდება და მეორე მოდიოდა და ყველას ეგონათ იქ ამერიკის საელჩოში, რომ შირმა არის ქართული ფენომენი, რაღაცა ეროვნული ისე გონათ, იმიტომ რომ ზეთქო ეს ქართული ასოები ძალიან ბევრი სტრიქია ქართული. და ბედნიერი ვიყავი ამის კეთებით, იმიტომ რომ ხა დღეს შემიძლია მთელი ცხოვრება ვაკეთო. ეს ქართული ასოები ხო ულამაზესია, წარმოიდგინეთ, ამის ამოტვიფრა. ეს ლექსები რომელიც მიყვარს და თან კიდევ წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ეს რომ მოწონს და სხვას უზიარებ უცხოელს და ის აღტაცებული რჩება. ეს არის რაღაც მიწარები. და შენი შემოქმედებიდან გამოგჩეს მოზაიკის ჭერი. ამაზე არ გითხავს. მოზაიკის ჭერი არ არის, ეს არის მოზაიკის პრინციპით. მოზაიკის პრინციპი. აი ამ შირმები, ხო და ამ შირმების მეშვეობით არის სხვადასხვა ქვეყანაში, ჰავაის კუნძულებზე, ამერიკაში. იმიტომ რომ ეს ხალხი საელჩოში ხო მე მიდიოდნენ და ანუ მიქონდათ თან ეს და გამოვიდა ესე მიმოფანტული. მე ამ შირმები, მე უკვე აი დათო ხა შენს კითხვასაც ვეხმიანები ამითი რომ როდესაც ჩემში ეს ამოვწურე და უკვე ვიგრძედი რომ რაღაც ისე ძალიან აღარ მეხალისება. ბოლო დაკვეთა ცოტა გავჭედე სავით რა. მივხვდი რომ ეხა რაღაცა სხვა მინდა. მე თვითონ ხვდები ამას. და არა ვიღებ უბრალოდ იმ და მე მომიდა გამეკეთებინა ჭერი. უკვე. და ავეჯი მოხა ავეჯიც ერთ-ერთი გარდამავალი ეტაპი მქონდა ავეჯი და ამ ავეჯზე კიდე იმდენი მაქვს ნაფიქრი რომ არ უნდა იყოს მოსაწყენი ისე ღელა ხომ თქვა კარა დაუდგა სახში ვინმეს და მე არ მოწყინდეს ეხა ხო არ გადა კარადის მოხატვა სხვა სპეციფიკა შირმა ხო ანუ დაკეცავ გაიტან რაღაც ორი მხრიდან სხვადასხვა სულ ფიქრობ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ იყოს მოსაწყენი მაგრამ ეს თვისება მე მგონი რაღაცა ჩემი პიროვნული იმიდანაც მოდის აი ვინმესთან თუ ვარ ადამიანთან ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხომ არ მოიწყინა ჩემთან რამე არასაინტერესო ხო არ არის იმ გამივარჯიშდა ალბათ ეს თვისება ხო და ჭერი ანუ აი ეს ჭერი გავაკეთე ასაწყობი მოზაიკის ტიპის არის შეგვიძლია პორტატიულია თქვა შეგვიძლია ჩადო ჩემოდანში და წაიღო თქვა სადაც გინდა ნებისმიერ ქვეყანაში გადახვედი სხვა სახლში წაიღე ჭერი რა ანუ ამ სულაც დაკვეთა მიიღო სხვა ქვეყნიდან და რა იყოს ასეთი მინდა ეს მათმევინა ეგეთნებში წერებს იმითი მაგ რაღაც მომენტებში გაკეთებული და თქვა საერთოდ ვაკეთებდი ჩემს სოფელში აგარაკზე ანუ ჭერს ვაკეთებ ესეც ძალიან მომწონდა სადღაც სხვა გავიყავი მე დავუშვათ ეკა ძალიან ცოტა დრო გრჩება და ფაქტია შენი საუბრიდან გამომდინარე რომ ხატვარი ეპოქის გამოწვევას უნდა პასუხობდეს და კიდევ ის რომ ხატვარი ქმნის ეპოქას შენთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება და ვინ არის მხატვარი როგორ ფიქრობ პირველ რიგში ხატვარს მოეთხოვება რა როგორი უნდა იყოს ესე იგი უნდა იყოს მისი მსოფლმხედველობა როგორი უნდა იყოს ძალიან განათლებული უნდა ერკვეოდეს ყველა პროცესში რაც მისი ირგვლივ ხდება და არა მხოლოდ ერკვეოდეს არამედ განიცდიდეს და შეეძლოს საღი აზრის გამოტანა და შეიძლება გამოსავლის პოვნა და ეპოქას ქმნის მხატვარი ძალიან მნიშვნელოვანი პირია ჩემი აზრით უმაღლესი წოდება იმიტომ რომ ეს მხატვარი შეიძლება ვთქვათ კომპოზიტორზე მშენებელზე არქიტექტორს ყველას შეიძლება ეს მხატვარი და თან კიდევ პირდაპირ მნიშვნელობით მხატვარი კიდევ ანუ რომელიც ფიქრობს გრძნობს თანამედროვე ადამიანს მაჯისცემას გრძნობს პულსაციას მოვლენების რაც ხდება და ანუ რა ვიცი უნდა იყოს ძალიან განათლებული ეს აუცილებელია საინტერესო და მას უნდა შეეძლოს ძალიან სუბუქად ადვილად და ლამაზად თავისი სათქმელის გადმოცემა იმ ადამიანებისთვის რომელსაც უბრალოდ ამის დრო არ აქვს თავიანთი პროფესიებიდან გამომდინარე ექიმი ბანკირი ვთქვათ რა ვიცი სხვადასხვა მასწავლებელი ვინც თავის საქმეს აკეთებს აი მე მხატვრის როლს ამ საზოგადოებაში ასე ძალიან კარგი მაგრამ ერთი იდეა დამებადა აი გიფიქრიათ
თუ არა რომ შესაძლებელია ძალიან ლამაზი იყოს მით უმეტეს ეხლა ძველ უბნებს ძალიან მოუხდება ქუჩის მოხატვაც ვთქვათ ქუჩის მხატვრობას რო შეჭიდებოდით ვთქვათ და თქვენი რაღაცა შტრიხები შეგეტანათ ამაზე გიფიქრიათ კი ეს ძალიან ლამაზია და ძალიან კარგია მაგრამ მე როგორ ვარ იცი დათო მე მიყვარს როცა ჩემთან სახლში ვზივარ სახელოსში ჭერს ვაკეთებ თუ რაღა კოსმოსში რა მე ჩემ ხელთ უნდა იყოს რა იგაჩევეთ ეს ქუჩაში და ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა და თავისთავად ხო ქუჩის თემა ძალიან საინტერესოა მაგრამ ჩვენი ძველი უბნები იმდენად ლამაზია რომ მე მარტო შენარჩუნებაზე ვიფიქრებდი მოხატულიც არის და რა ვიცი მე არ მიდება რომ რამე ახალზე შეიძლება კი ეგა ეს ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ არ შემიძლია შეგეკითხო რამდენად რთულია მხატვრის ცხოვრება და დაფასებულია თუ არა ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან დიდი შრომა მოდი დავიწყოთ იმით დაფასებასთან დაკავშირებით რომ საერთოდ არსად არ არის მე მგონი მხატვარი არც ერთ ეპოქაში და არც ერთ ქვეყანაში დაფასებული. მე სულ მეჩვენებოდა ხან აი ჩვენთან ისე მე რომ დავფიქრდი. ხატვარი თვითონ ნიშნავს იმას, რომ ანუ არ ფიქრობს ამ კეთილდღეობაზე. თუ ეგეც გამოწვევა. თუ არ შეგიძლია ყველაფერზე მაღლა დადგე, იმიტომ რომ თქვა შენი სათქმელი, მაშინ შენ არ ახარ ხატვარი. აკადემიაში თუ მოვასწარი ეს მინდა ვთქვა რომ არც ვიცი ცნობილი არ არის ჩემთვის ის პიროვნება, არ ვიცი რომ ვაბარებდი, დამიძახა ერთმა პედაგოგმა, მოდი ვაქო შენო და არ ვიცი რატო ამომარჩი. შენო გინდაო რომ იყო მხატვარიო და კი მინდა შენო იციო რა არისო იყო მხატვარი ეს არის უძილო ღამეებიო ეს არის რაღაც ნუ არნახული რაღაცა წვალება ელენე ახვლედიანი საერთოდ წარმოდგენილი გაქო როგორ ცხოვრობდა და აგრეული ოჯახი ეს გინდა იყო მხატვარი კი მინდა მეთქი მეუთხარი და მართლაც მრჩება ის რომ ის რაც ახლა იმ კაცმა ჩამომითვალა რომ ნინო მაგაზე პასუხობ ძნელია თუ არა ძალიან ძნელია მაგრამ ამის თქმა არ მიყვარს რომ ძნელია რადგან ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაქვს ისეთი პროფესია და საქმე რომელიც მიყვარს რომელშიც შემიძლია რა ვიცი აი ყველაფერი ჩავდო რა რაც ჩემშია და გამოვხატო და სხვა ადამიანებს ვაჩუქო სიხარული და ჩემი მიგნებები გაუზიარო. მე მიხარებ, როდესაც პროფესიაზე შეყვარებულ ასეთ ადამიანს ხდები ხოლმე ფაქტობრივად ნახევარი საათი გაუჩერებლად ლაპარაკობს ეს ადამიანი და მე მგონი ხდებით როგორი უშრეტი იქნება და საოცრად ენერგიული საკუთარი თქვა და მაინტერესებს რა იქნება შემდეგი გამოწვევა. სულ რამდენი ნამუშევარი გაქვს? შეგვიძლია დავითვალოთ. არ ითვლება? ვერა და კიდე რამდენი მე თვითონ ძალიან კრიტიკული ვარ მუშაობის პროცესში ჩემ თავთან. და ანუ აი სანამ გავაკეთებ ამ ნამუშევარს რომ ვაკეთებ ის არის ჩემთვის ყველაფერი მაგრამ მე უკვე როდესაც ის დამთავრდება მე უკვე თავარი რატო მე ვიცი რომ ხა არ დავასახელებ ერთ-ერთ ბანკს აქვს 400 ნამუშევარი ეგას წაღებული ხა ეს პროექტი იყო პროექტი მაგრამ ისე ზოგადად რომ დათვალო ნუ არ ვიცი რამდენი 1000 ხატვის შემოქმედება ერთმანეთთან როგორ მოდის ხო აი ეგ არის ძალიან სასწრაფო თემა ეგას ორი შვილი ყავს უყურებ იმიტომ რომ ნუ სხვანაირად შეუძლებელია ერთი რაღაცა ესეთი უცნაურობა მჭირს რომ ხატავ არ მიყვარს თქვა რომ ვმუშაობ მერიდება აი შვილებთანაც მერიდება თითქმე უნდა წავიდე ხატო რაღაც არ გამოდის და რა ვიცი ჯერ თითქოს ისეთ ილუზიას ვქნი რომ რაღაცას ყველაფერს ვაკეთებ და მე სადღაც მივიპარები ხოლმე რომ ლეგალური გაფარველი იპრავე პასო ოჯახში გრძელდება ტრადიცია კი, ჩემი შვილი არის, ჩემი, ანუ ორი შვილი. რამხელა შვილები ყავს, მოდი ერთი სტუდენტი. ძალიან დიდი შვილი მყავს, 25 წლის არის ჩემი შვილი. პროფესიო არის არქიტექტორი და უმცროსი არის 15 წლის და ისიც ხატავს ძალიან კარგად. ასე რომ ტრადიცია გრძელდება. გონია რომ 25 წლის სადღაც მელაპარაკე. მე 25-ის ვარ. იმიტომ არის ესეთი ხალისიანი, ესეთი ლამაზი რომ სული არ ბერდება და არის ნამდვილი შემოქმედი, ეკა ძალიან წარმატებები უსურვოთ ეკას და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ კიდე შევხვდებით, შენ რაღაცას გამოიგონებ ეკა მინაზე არ შეჩერდება, კიდე ახალი გამოწვევა. იმიტომ დაგინახავთ მაინც თუ თანაც აგვიყვან. თუ გავფრინდები. უმეტმა მოწესდები. დიდი მადლობა. ჩვენ დროებით გემშვიდობებით, ბუნებრივია და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო მხატვარი ეკა მუხაძე. დიდი მადლობა დროებით. დიდი მადლობა თქვენ. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. სამშაბათს და ხუთშაბათს სხვა სამინისტროს. შაბათ კვირას დაისვენეთ ყველასგან.